საჯარო ხელოვნების ფონდის მთავარი მისია და მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას, მასშტაბური ნამუშევრების შექმნას, რაც არტისტებს აქვთ ჩაფიქრებული და ასევე კულტურული იერსახე განავითაროს ქალაქის. ვაცხადებთ კონკურსებს და ასე ხორციელდება ეს პროექტები, რომელიც უკვე 8 არის ქალაქში, ეს არის მერვე, რაზეც ახლა ვისაუბრებთ. მე მქონდა ინფორმაცია, რომ აი როგორც თქვენ ახსენეთ, რომ ფუნიკულორის ქვედა სადგური როცა დაინგრა, როცა მოხდა დემონტაჟი ამ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი მოდერნისტული შენობის ფასადის, რომლის გაფორმებაც იყო ვახტანგ ქოქიაშვილის ბერიკაობის პანო, ვიტრაჟული პანო, მოხდა დემონტაჟი ასევე მოკლედ ამ ვიტრაჟის და ნაწილი, რომელიც გადარჩა, იყო შენახული თაწმინდის პარკის ადმინისტრაციის საწყობში და ნინოსგან, ვახტანგის შვილისგან მქონდა ეს ინფორმაცია, რომ 2006 წლიდან ინახებოდა საწყობში და ვერაფრით ვერ მოხერხდა ამ ნამუშევრის დაბრუნება, წამოღება, რესტავრაცია და იდეალურ შემთხვევაში ქალაქში ისევ დაბრუნება. 2 წელი არსებობს ჩვენი ფონდი და ეს ფონდი აღმოჩნდა როგორც მაშველი რგოლი ამ სიტუაციაში დაბრუნების თვალსაზრისით. ჩვენ დავიბრუნეთ, გადმოვიტანეთ ქალაქის ბალანსზე დარჩენილი შენარჩუნებული ფილები, რაც იყო და ნინოს სახელოსნოში ნინომ აღადგინა თვითონ რესტავრაცია გაუკეთა და შემდეგ უკვე გამოვაცხადეთ კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც არის აი ნიკა ლეკოიშვილი. თავისი ახალი ნამუშევრით. ნიკოლოზ, თუ შეიძლება უფრო დეტალურად მოგვიყევით, რას გულისხმობს ბერიკაობის აი ახალი ფორმით წარმოჩენა და რა თქმა უნდა კონკურსის თაობაზეც მინდა გითხოთ. ნახეთ, მაშინ შევეცდები ესეთი სტრუქტურირება მივცე, რომ რა ამოცანა გქონდა, რა კითხვები დავსვით ჩვენ და როგორ უპასუხეთ. თვითონ ამოცანა იყო ესეთი, რომ არსებობს დარჩენილი ეს მოზაიკური, ვიტრაჟული შუშის მასალის ფრაგმენტები, იყო დიდი ნამუშევარი, მაგრამ ანუ ესეთ ფორმატის 1 მეტრი 1 მეტრზე ფრაგმენტები არის დარჩენილი, მაგრამ დიდი ნაწილი დაკარგულია ამის. და ამ ერთგვარი მასალით რაღაც ახალი სახელოვნებო სკულპტურა ქანდაკება უნდა შეიქმნას. ეს იყო სახელოვნებო კონკურსი, უფრო მეტად ვიდრე არქიტექტურული. ჩვენ როცა დავსხედით გუნდში და ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება ეს გამოწვევა მივიღოთ, ჩავთვალეთ, რომ რაღაც ხრივ ეს ქალაქი არის რაღაც ამბების ქალაქი და ამბევრი ამბავი არის დაკარგული ამბავი. და ეს ამოცანა დავისვით, როგორ შეგვიძლია რაღაცნაირად დავაბრუნოთ მაქსიმალურად ის, რაც იყო. დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე, ვინც მონაწილეობდა, თავის მხრივ იგივე ამოცანას იღებდა. ჩვენი მხრივ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ პრაქტიკულად შევქმნათ არა რაღაც დანამატი ამ ნამუშევრისთვის, არამედ სიცარიელე გამოვიყენოთ, როგორც ამ ნამუშევრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რის საშუალებითაც ამ ნამუშევრის მნახველი გახდება ამ ხელოვნების ნიმუშის ნაწილი. ანუ ეს ნამუშევარი დამთავრდება ამ მნახველის გონებაში. შესაბამისად, ეს არ შეუშინდით იმას, რომ ფრაგმენტები დაკარგულია, პრაქტიკულად ანალოგიურ მდგომარეობაში გავათავსეთ, უბრალოდ დავყავით 10 ობელისკად. ერთმანეთისგან მცირედ დავაშორეთ, რადგან უკვე ისედაც დაკარგული იყო რაღაც ფრაგმენტები, რომ ეს ნამუშევარი როგორც მთლიანობაში ისე ცალკეულად ყოფილიყო წაკითხვადი. და შევქმნით ერთგვარი ჩარჩოთა სისტემა, რის საშუალებითაც ადამიანს პერიოდულად იმ სიცარიელის გავლით შეუძლია დაინახოს მთელი მზიური პერსპექტივაში. და ამ სახელით ასევე მეხსიერების ფრაგმენტები რაღაცნაირად ვფიქრობთ, რომ ის მომენტები, რომლებსაც ამ ნამუშევრის გავლით დავინახავთ, ასევე რაღაც მომავალი მეხსიერების ფრაგმენტებია. და შევთავაზეთ ეს ჩვენი ხედვა, რომ უბრალოდ აი ამ 10 ობელისკში ჩავსვათ ეს ფრაგმენტები, რაც არის დარჩენილი ამ მონუმენტური ნამუშევრიდან, იგივე წყობით, როგორც იყო ორიგინალში. და ერთ-ერთი ჩვენი კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, რომ ეს თვითონ შენობა, ძველი შენობა, რომელშიც იყო ეს
ვიტრაჟული ნიმუში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქართული არქიტექტორების დაპროექტებული. ეს არის გიგა ბათიაშვილი და ტარიელ ქუთათელაძე, რომლებიც საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. და გვინდოდა რაღაცნაირად ისე გვემუშავა, რომ ამ არქიტექტორებისთვის ერთგვარი როგორ ქართულ ტრიბიუტ ანუ რაც გახსენება გაგვეკეთებინა. და ძალიან ბედნიერები ვართ იმ ფაქტით, რომ ეს აღნიშნული ანუ ეს ამბავი მოვიტანეთ ასევე და ამ არქიტექტურული ნიმუშის თავიდან გადააზრება მოხდა არქიტექტორთა საზოგადოებაში ხშირად ეხლა გვაქვს ხოლმე დისკუსია როგორ იყო მაშინ გადაწყვეტილი და დღეს როგორ გადავწყვეტეთ ანალოგიური ერთი და იგივე ეს ვიტრაჟული ნამუშევარი სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუში როგორ გამოვიყენეთ. და თან კიდევ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსია, რომელიც მე პირადად არ ვიცოდი, როდესაც დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ ჩვენი გუნდის წევრი, არქიტექტურული გუნდის წევრი არის შვილი ერთ-ერთი ავტორის წინა შენობის, რომელიც დაინგრა. რომელშიც იყო ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევარი. ხო და ეს რაღაცნაირი ბმის შექმნის მცდელობა ჰქონდა და ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ჟიურის წევრებმა დაინახეს ჩვენი ხედვა, გაიზიარეს და შესაძლებლობა მოგვეცა, რომ შეგვექმნა და ეხლა რაც დრო გადის, რო ხედა უკვე როგორ მიიღო საზოგადოება, მიიღო თვითონ მზიურმა. ეხლა ინტერესებდა როგორია შეფასებები. საინტერესო. ძალიან დადებითი შეფასება აქვს, ძალიან დიდი აი ესეთი რაღაცნაირი სოციმედიაში, რასაც უყურებთ, არის გადაზიარება, მოწონება, ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს და მოკლედ მგონია, რომ ძალიან დიდი წარმატებული და საინტერესო რაღაცა გამოვიდა და მგონია, რომ აი ეგ არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ხშირად ვკარგავთ და არ ვუფრთხილდებით, ესე გამოდის სამწუხაროდ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბევრი არის გამქრალი, ბევრი არის გადაკეთებული და ამ შემთხვევაში ეს იყო ძალიან სასიხარულო, რომ გქონდა ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება ეს ძველი მემკვიდრეობა, რომელიც თან არის ძალიან მღირებული და მნიშვნელოვანი და ლამაზი, ინახება თუნდაც პატარა რაოდენობით, მაგალითად აი რო აგიხსნათ, 120 კვადრატი იყო და დარჩენილია მხოლოდ 60. ამიტომ თითქმის კი არა და ნახევარი არის დაკარგული, თუმცა ნუ გამოვიდა რომ მაინც არსებობს და აღვადგინეთ და ისევ ქალაქში დაბრუნდა, ისევ საჯარო სივრცეში, ისევ ყველა შეუძლია ნახვა და თან ძალიან მიხარია მე პირადად ისიც რომ ძველი თაობის ხელოვანის მიერ შექმნილი ნამუშევარი უკვე ახალმა თაობამ ახლებურად გადაიაზრა და თვითონ ვახტანგ ქოქიაშვილის ეს თემაც ბერიკაობა იყო აღბეჭდილი ძველ პანოზე გამომდინარეობს იქიდან რომ ეძიებოდა თავის შემოქმედებით ცდილობდა რომ ქართული ფოლკლორი, ქართული კულტურა, ეროვნული იდენტობა ახლებურად გადაეაზრებინა და ბერიკაობა რომელიც არის უძველესი რელიგიური დღესასწაული თავისებურად ახლებურად წარმოგვიჩინა და იგივე მოხდა ეხლაც უკვე ამდენი წლის შემდეგ ვახტანგ ქოქიაშვილმა ეს პანო შექმნა 1971 წელს და ამდენი წლის შემდეგ დამხელა ამბების გავლის მერე დაკარგვის აღდგენის შემდეგ ისევ ქალაქშია და ძალიან საინტერესო ფორმით წარმოდგენილი ინსტალაცია. მადლობა თქვენ ამისთვის.